ყველას გვახსოვს ფინალი და ის ტრიუმფი და ის ზღვა ემოციები, მაგრამ ფინალამდე იყო ნახევარფინალი, სადაც 2 გოლი გაიტანეთ თქვენ. ის მატჩიც რო გაიხსენოთ, 2 გოლის დუბლი შეასრულეთ და გარდამტეხის როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, ნახევარფინალ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ნახევარფინალში 2 გოლი გავიტანე და ნუ ეს 3-0 უკვე კაი შედეგით წავედი ჩვენ იმაში, რა ქვია, ფეინორდთან. მით უმეტეს ფეინორდთან ესე ნამდვილად აი ამ ხელა ტურნირზე და აი ამ ხელა ჩემპიონატზე თუ ეგეთი მიკერძოული საჯობა იქნებოდა, ნამდვილად ამას არ მეელოდა არავინ, მაგრამ სპორტსმენი რო ხარ და გუნდი რო ხარ და ფეხბურთელი რო ხარ, ყველაფერს უნდა ელოდო რა. მე მაგალითად ეგეთი საჯობა, რაც ისე ფეინორდთან იყო იქ თამაში, მე რაც ფეხბურთი თამაში, ეგეთი არ შეხვედრია რა. ეგ იყო, ნუ ეს მე დარწმუნებული ვარ 100%-იან, რომ ეს იყო ჩვენ იქ არ უნდა გაგვემარჯვოს. მაგრამ იმათ არ იცოდნენ ქართულიან და ძალა აღმარცხნავსო. ჩვენ ესე იგი ბიჭებმა ვაჩქაცეთ ყველანაირი არ საჯებთან მივგოდით, არათან ისე დავამთავრეთ ესე იგი, ერთი გაფრთხილება არ მეუღია არავის რა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდი გაფრთხილებული ვიყავით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ესე იგი წყობიდან გამოგიყვანოს და იქ რო 2-3 კაცი გეგდო ჩვენი მთას გამორიცხული. რა ინტერესი გქონდათ, რატო არ უნდათ ჩვენების? ეხლა რო ჩვენ საბჭოთა ხო როგორ იყო საბჭოთა ესე იგი სპორტსმენზე იყო ყველა ქვეყანაში იყო ზეზოლა და ყველანაირად ესე იგი გიშლიდნენ. ნუ არ უნდა საბჭოთა ესე იგი სპორტსმენი გამარჯვებული გამოსულიყო მოედნიდან. მე ამას ვფიქრობ რა.